იცი, ჩვეულებრივ, როდესაც ცოდნის შეძენაზე ვსაუბრობთ, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს რაღაც უაღრესად პოზიტიური, გამაძლიერებელი პროცესია. თითქოს წაიკითხავ წიგნს, ისწავლი ახალ უნარს და უცებ შენი ცხოვრება უკეთესობისკენ იცვლება. აჰა, ერთგვარი პიროვნული ევოლუცია, ხო? კი, ზუსტად. აი წარმოვიდგინე ასეთი სურათი. თითქოს მთელი ცხოვრება სამყაროს მხოლოდ შავ-თეთრად ხედავდი და უცებ რაღაც ახალმა ცოდნამ ფერების აღქმის უნარი მოგცა. პირველად დაინახე წითელი, ლურჯი, ხო საოცარია. საოცარია, კი. და ბუნებრივია, რომ ამ დროს გიჩნდება დაუოკებელი სურვილი, რომ ეს ყველაფერი სხვებსაც გაუზიარო. ჩვენ ხომ მიჩვეულები ვართ იდეას, რომ ცოდნა არის, ასე ვთქვათ, კოლექტიური ბედნიერების მთავარი გასაღები. ცისფერი და ნარინჯისფერი ტონების შერწყმა. ისინი კი გაკვირვებულები გიყურებან და გეუბნებიან, რაზე საუბრობ? რა ფერები? სამყარო ხომ მხოლოდ ნაცრისფერია? კი ბატონო, და გეუბნებიან, წადი რა საქმეს მიხედეო. ზუსტად. და უცებ აცნობიერებ რაღაც ძალიან საშიშს. ეს გასაღები, რომელმაც ახალი სამყაროს კარი გაგიღო, სინამდვილეში იმ ოთახში გამოკეტა, სადაც სრულიად მარტო ხარ. აი, ეგ შემზარავი იზოლაცია არის ზუსტად ის, რასაც თავის ლექციაში ცოდნის ტრაგიკულ ტვირთს უწოდებს. ეს არის მდგომარეობა, როცა შენი ინდივიდუალური შემეცნება კი არ გაკავშირებს საზოგადოებასთან, არამედ სამუდამოდ გაშორებს მას. ხო და სწორედ ამიტომ დღეს ჩვენ ვაკეთებთ ამ თემის ძალიან მაგარ სიღრმისეულ ანალიზეს. ჩვენ ვეყრდნობით სწორედ მაგ ლექციას, გველის მჭამელი ჩვენი მისიაა გავშიფროთ ვაჟა-ფშაველას ნამდვილი მსოფლმხედველობა. აჰა, იმიტომ რომ ვაჟა ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სკოლის პროგრამა. კი, გეგრია. შენ, ჩვენო მსმენელო, რომელიც მუდმივად ცდილობ სამყაროს უკეთ აღქმას და ამ ინფორმაციულ ხაოსში რაღაც მთავარი აზრის პოვნას, დღეს ნახავ, რომ ვაჟა არ არის უბრალოდ მთისმწერალი. ჩვენ ვიკვლევთ თუ რატომ არის ეს საუკუნისწინანდელი ტექსტი დღეს ამ ჩვენს გადატვირთულ ეპოქაში ასეთი აქტუალური. ნამდვილად. და ამის დასანახად, ალბათ ყველაზე კარგი იქნება თუ პირდაპირ მთავარ გმირს მინდიას მიუბრუნდებით. კარგი. მოდი ეს დეტალურად განვიხილოთ. აი, სახელებიდან დავიწყოთ, ხო? კი, წყაროში ძალიან საინტერესოდ არის გაანალიზებული სახელების სიმბოლიკა. აი, მაგალითად, სახელი მინდია პირდაპირ მოდის ფუძიდან მინდა. ეს არის ადამიანის იდეალისტური სწრაფვა, სულიერი მაძიებლობა. მეორე მხარეს კი დგას მისი ცოლი, მზეა. მზეა, მზე. თითქოს რაღაც კბილი და კარგია. ერთი შეხედვით კი, მაგრამ რეალურად ის წარმოადგენს მიწიერ უაღრესად პრაგმატულ რეალობას, ოჯახს, რომელსაც უბრალოდ გადარჩენა სჭირდება. და ამ ორ სამყაროს შორის ჩნდებიან ქაჯები. იცი რა არის? სკოლიდან მახსოვს, რომ ქაჯები ყოველთვის რაღაც მითოლოგიურ, ზღაპრულ, ბოროტ არსებებად წარმოგვედგინა. მაგრამ ეს ლექცია ამას სრულიად თავდაყირა აყენებს. კი, ავტორი ამბობს, რომ ქაჯები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, უბრალოდ მათ განსხვავებული შემეცნება და გნოსეოლოგია აქვთ. მოიცა, მოდი ეგ გნოსეოლოგია აუხსნათ მსმენელს. ეს არაა რაღაც მაგია, ხო? არა, როცა წყარო გნოსეოლოგიას ახსენებს, ჯადოსნურ ჯოხებს არ გულისხმობს. ეს არის უბრალოდ შემეცნების თეორია, ის თუ როგორ აღიქმამ და ამუშავებს სამყაროს. ქაჯები ფლობენ რეალობის აღქმის ისეთ ინსტრუმენტებს, რომლებიც ჩვეულებრივი მომხმარებლური საზოგადოებისთვის მიუწვდომელია. გასაგებია. მინდია ხვდება ტყვეობაში ამ ხალხთან და ეს მისთვის იმდენად აუტანელია, რომ გადაწყვეტს თავი მოიკლას. ჭამს გველის ხორცს, მაგრამ ხდება პარადოქსი, ხო? კი, სიკვდილის ნაცვლად იძენს უმაღლეს ცოდნას. მას ესმის ბუნების ენა, ხეები, მცენარეები ელაპარაკებიან და აქ იწყება ნამდვილი კოშმარი. იმიტომ რომ მინდია ბრუნდება სახლში. მოდი, ასეთი ანალოგია მოვიყვანოთ. წარმოიდგინე ტიპი, რომელიც წავიდა სადღაც ტიბეტში, გაიარა ღრმა სულიერი რეტირიტი, შეიცნო სამყაროს აბსოლუტური ჰარმონია და მოულოდნელად პირდაპირ აგდებენ უკან მკაცრ კორპორატიულ ოფისში. ვაუ, ძალიან კარგი შედარებაა. და იქ ყველას მარტო ფული აინტერესებს. ზუსტად. ხალხს მხოლოდ გაყიდვების მაჩვენებლები და მოგება აინტერესებს. მინდია ხვდება ასეთ მომხმარებლურ საზოგადოებაში. თუ ცოდნა ყოველთვის პოზიტიური მოვლენაა, თუ კი ის ასე სრულად გაშორებს შენს ოჯახს და გაქცევს გარიყულად.
რაცა ყველაზე მომაჯადოებელია არის ის, რომ წყაროს მიხედვით, ცოდნა, რომელიც არ ესადაგება გარემოს, კონფლიქტის გარდაუვალი მიზეზია. მზეას და საზოგადოებას არაფერში სჭირდება მინდიას ეგ მაღალი ცოდნა. რაში გამოიყენებ იმის ცოდნას, რომ მინდვრის ყვავილი ტირის, როცა შიმშილით კვდები? ხო, ლოგიკურია. ოჯახს სჭირდება შეშა და საჭმელი. ზუსტად. მინდია კიტყეში მიდის და ვერც ერთ ცოცხალ ხეს ვერ ჭრის, რადგან ხე ელაპარაკება. მისთვის ცოცხალი ხის მოჭრა ფიზიკურად იგივეა, რაც ადამიანის მოკლა. ამიტომ ის მხოლოდ გამხმარ მკვდარ ფიჩხებს აგროვებს. მზე ამას ამის გამო ჭკუად ხელს უწოდებს. სასტიკია, მაგრამ ზეას გადმოსახედიდან გასაგებიცაა. ქმარი, რომელსაც ხეირი არ მოაქვს, გიჟი ჰგონია. კი, და იცი რა არის საინტერესო? ლექციაში ხაზგასმულია, რომ ვაჟა ფშაველა აქ საკუთარ ბიოგრაფიულ წუხილს აქსოვს. თავად ავტორსაც ჰქონდა ზუსტად ასეთივე კონფლიქტი თავის მეორე ცოლთან. მართლა, ანუ ცოლი ვერ უგებდა მის მწერლობას. კი, ცოლი ფიქრობდა, რომ ეს ნაწერები უსარგებლო საქმე იყო, როცა სახში პრაქტიკული პრობლემები იყო მოსაგვარებელი. ვაჟაც მინდიასავით საკუთარ ოჯახში გარიყული აღმოჩნდა. მაშ, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? რადგან ვხედავთ, რომ ცოდნა მინდია ასეთ იზოლაციაში მოაქცია, მოდი განვიხილოთ, საიდან მოდის ეს იდეა, რომ ცოდნა შეიძლება დამანგრეველი იყოს. აი მანდ. წყარო ამას პირდაპირ უკავშირებს ბიბლიურ მოტივებსა და კაცობრიობის ისტორიას. ყველაფერი იწყება ედემის ბაღიდან. გველი. არის არამხოლოდ სატანის, არამედ სიბრძნის სიმბოლოც. კი, და ლექციაში ნახსენებია, რომ სატანას ევას მოსახიბლად სილამაზე დასჭირდა, ხო? ზუსტად. ედემის ბაღში არსებობდა აბსოლუტური ჰარმონია. ცხოველები და ბუნება კომუნიკაციისა და სილამაზისთვის შეიქმნა და არა იმისთვის, რომ ადამიანს ისინი ეჭამა, ან მძიმე შრომაში გამოიყენებინა. ანუ, როცა ღმერთთან კავშირი გაწყდა და ადამიანმა ნაყოფი შეჭამა, ეს შეძენილი ცოდნა გახდა ტრაგიკული. და მერე წყარო ამბობს, რომ ცივილიზაციებიც ასე ინგრევიან. კი ბატონო, მაგალითად რომის იმპერია ან ათენი. ავტორის თქმით, ისინი სწორედ ასეთი დაგროვილი ცოდნის პიკზე ნადგურდებიან, რადგან ჰარმონია აკლიათ. და აქვე არის ერთი ძალიან საინტერესო კრიტიკა. წყარო უარყოფს ქვის ხანის, როგორც პრიმიტიული გამოქვაბულის ეპოქის იდეას. მოიცა, ანუ ქვის ხანა მითია? დარვინისტური გაგებით კი. ავტორი აღნიშნავს, რომ იარაღის მასალა უბრალოდ ეპოქის მოთხოვნაა. ის, რომ ქვას იყენებდნენ, ჩამორჩენილობას არ ნიშნავს. ვაუ, ეს მართლაც ორიგინალურია. იცი რა ვიფიქრე ახლა? თუ მაშინდელი ხალხი უბრალოდ იმ ეპოქისთვის ხელმისაწვდომ ტექნოლოგიას იყენებდა მაქსიმალურად, ხო არ ვართ ჩვენ ახლა უბრალოდ ასე ვთქვათ სილიკონის ხანაში. აჰა, კარგი პარალელია. ანუ ჩვენი სმარტფონები და ხელოვნური ინტელექტი ზუსტად იგივე ფუნქციას ასრულებს, რასაც ქვა ასრულებდა, მაგრამ მაინც ვერ გვიცავს სულიერი განადგურებისგან, არა? თუ ამას უფრო ფართო სურათს დაუკავშირებთ, ნამდვილად ეგრეა. წყაროს ხედვით, პრობლემა ინსტრუმენტებში კი არა ღმერთთან და ჰარმონიასთან გაწყვეტილ კავშირშია. ავტორი იმასაც ამბობს, რომ ცხოველთა სამყაროში გაჩენილი ანტაგონიზმიც კი, ანუ ის, რომ მტაცებლები და ბალახის მჭამელები არსებობენ, ამ პირველადი ჰარმონიის დარღვევის შედეგია. ეს ძალიან ღრმა. მაგრამ აი აქ ხდება ყველაფერი მართლა ძალიან საინტერესო. მოდი, მსოფლიო ცივილიზაციებიდან დავბრუნდეთ ისევ ადამიანის ინდივიდის დონეზე. მინდია ხომ მარტო არ არის? კი, ვაჟა სხვა გმირებიც იზიარებენ ამ ტრაგედიას. ალუდა ქეთელაური გავიხსენოთ. ის ხომ უპირისპირდება რელიგიურ და სოციალურ დოგმას, რომლის მიხედვითაც მტრისთვის მარჯვენა ხელი უნდა მოეჭრა. ხო, რომ საიქიოში ბრძოლა ვეღარ გაეგრძელებინა მტერს. ზუსტად, მაგრამ ალუდა მაღლდება ჰუმანიზმის დონეზე, უარს ამბობს ამ სისასტიკეზე. მეტიც, უნდა რომ მტრისთვის საკლავი დაკლას და საზოგადოება და სასულიერო პირი მას ამის გამო რიყავენ. იგივე ხდება სტუმარ მასპინძელშიც. ჯოკოლა ღალატობს სოციალურ რელიგიას, როცა მტერს ზვიადაურ სახლში იღებს. იცი, გამოდის, რომ ორივე პერსონაჟი, ალუდაც და ჯოკოლაც, ირჩევს სიკეთეს და ადამიანობას, მაგრამ კოლექტივი მათ დამნაშავეებად რაცხავს. და ერთი კითხვა მიჩნდება, ვაჟა რელიგიას ებრძვის თლიანად თუ მხოლოდ იმ მახინჯ ბრმა დოგმებს, რომლებიც ადამიანს სისასტიკისკენ უბიძგებს. წყარო ამას ძალიან ნათლად მიჯნავს. ალუდა რელიგიას კი არ უარყოფს, ის ხომ ისევ მიდის მღვდელთან.
არამედ სურს მისი კორექტირება, რათა რელიგია დაექვემდებაროს ჰუმანიზმს. კოლექტიური ცრუწმენა და სოციალური დოგმა ყოველთვის ანადგურებს ინდივიდუალურ ჰუმანიზმს. გასებებია, მაგრამ თუ კი საზოგადოება ყოველთვის ასე ანადგურებს პროგრესულ იდეებს, მაშინ თავად ვაჟას იდეებს რა ბედი ეწია? ეს ძალიან მძიმე მომენტია. წყაროს მიხედვით, მინდიას თვითმკვლელობა ინტერპრეტირებულია როგორც ვაჟას მიერ საკუთარი პანთეისტური და ანიმისტური რწმენის მოკლა. ანუ იმ რწმენის, რომ ხეები ლაპარაკობენ და ბუნება ცოცხალია. კი, ავტორი ამბობს, რომ ის ცოდნა, რომელიც გაზარალებს და საზოგადოებისგან გაშორებს, უნდა მოკვდეს, რომ შენ გადარჩე. და საერთოდ, ლექციაში ილია, აკაკი და ვაჟა წარმოდგენილნი არიან როგორც ლიბერალ ჰუმანისტები, რომლებიც ებრძოდნენ დრომოჭმულ საზოგადოებას, ბატონყმობას, დოგმებს. მაგრამ ისინიც ხომ ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ თავისი შეცდომებით. ზუსტად მაგას უსვამს ხაზ ლექცია. ისინი არ ყოფილან წმინდანები. იყვნენ მექალთანეებიც. იქ მოყვანილია აკაკი წერეთლის ერთი უხეში ორაზროვანი ხუმრობაც სუფრაზე ბოსტნეულის სიმბოლიკაზე, რათა გამოჩნდეს მათი არაფილტრული მიწიერი ბუნება. და ამის მიუხედავად სისტემები მაინც ცდილობენ მათ მithვისებას, ხო? ჩვენ ახლა არც ერთ პოლიტიკურ პოზიციას არ ვიკავებთ, მაგრამ საინტერესოა რას ამბობს წყარო ამაზე. წყაროს ავტორი ძალიან მკაცრად აკრიტიკებს როგორც საბჭოთა კავშირს, ისე თანამედროვე ეკლესიას ამ ჰუმანისტი მწევლების მithვისებისთვის. და ლევან ბერძენიშვილის მსგავსად ასკვნის, რომ დღეს ვაჟა აუცილებლად ლიბერალების მხარეს იქნებოდა. ეს, რა თქმა უნდა, წყაროს ავტორის ხედვაა. კი, გასაგებია. იცი, ეს ძალიან მახსენებს თანამედროვე პოლიტიკოსების ქცევას. იღებენ ისტორიულ ფიგურებს, გლეჯენ კონტექსტიდან და იყედებენ საკუთარი მიზნებისთვის. თუ ვაჟომ მართლა საკუთარი სურვილით მოკლა თავისი პანთეიზმი, თუ უბრალოდ აღიარა დამარცხება საზოგადოებასთან, რომელიც ჯერ არ იყო მზად ამ დონის ჰარმონიისთვის. ეს ბადებს ერთ ძალიან მნიშვნელოვან კითხვას. და წყაროს მთავარი არგუმენტიც ეგაა. იდეოლოგიები იცვლება, მაგრამ საზოგადოების ტენდენცია, რომ შთანთქოს და თავის თავზე მოირგოს, ინდივიდის რევოლუციური ჰუმანიზმი სამწუხაროდ უცვლელი რჩება. ძალიან დამაფიქრებელია. მოდი, შევაჯამოთ ჩვენი დღევანდელი სიღრმისეული საუბარი. გამოდის, რომ ცოდნა მართლაც ორლესული მახვილია. ვაჟა-ფშაველა არ წერდა ზღაპრებს ბუნებაზე, ის სვამდა დიაგნოზს ადამიანის მდგომარეობაზე, სადაც ჭეშმარიტი ცოდნის შეძენა ხშირად ნიშნავს საზოგადოებისგან სრულ გარიყვას. კი ბატონო. და ფიქრობ ჩვენს მსმენელსაც კარგად ესმის ეს. ნამდვილად, შენ, მსმენელო, ალბათ ხშირად გიგრძნია თავი მინდიასავით, როცა რაღაც ახალ სიღრმისეულ ინფორმაციას აღმოაჩენ, რასაც შენი გარემოცვა უბრალოდ ვერ იგებს. ეგ არის ის სიმარტოვე, რაზეც თავიდან ვსაუბრობდით. ზუსტად. და გამოსამშვიდობებლად მინდა ერთი პროვოკაციული ფიქრი დაგიტოვოთ. თუ მინდიას ტრაგიკული დასასრული იმით იყო განპირობებული, რომ მისმა ეპოქა მის ვერ გაიგო, დაფიქრდი, რა არის ისეთი ერთი შეხედვით უსარგებლო ცოდნა, რომელსაც შენ დღეს ფლობ, მაგრამ შესაძლოა სწორედ ის აღმოჩნდეს გასაღები მომავალი საზოგადოების გადასარჩენად. ძალიან მაგარი კითხვაა შემდგომი ძიებისთვის. უღრმესი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად იყავით. თბილად გემშვიდობებით შემდეგ შეხვედრამდე ამ უსასრულო საგანმანათლებლო მოგზაურობაში. დროებით.